მაყურებელს მივესალმები. მორიგ ეპიზოდს წერთ გაბედესი და ილობეროშვილი, ჩემი მეგობარი. შენ ხარ ადამიანი, ვისთანაც ძალიან მრავალფეროვანი არის თემები, რომელზეც სიამოვნებით შეიძლება შენთან ლაპარაკი. მოკლედ, გაბედი არის, რავი, როგორც იცი, რაღაც მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პოდკასტების სერია და ასევე დამოკიდებულებასთან და საუბრობთ რაღაც პროფესიონალებთან და სტუმრებთან ერთად მნიშვნელოვანი თემებზე, როგორც არის სტუმრების მიერ განვლილი გზა ან პროფესიონალების მიერ დანახული გზები, როგორ შეიძლება რომ ადამიანი კარგად გახდეს. შენ მოკლედ სიმალერობით ხსანამ გაგიცნობდი რა ტელევიზორში რო ხედავდი ხოლმე და მე ვიღაცა საერთო მეგობრები რო ყავდნენ, ძალიან ადრე გეუბნები რა, ყველაზე ადრე. ალბათ ჯეოსელის ის მოლაპარაკე კაცი რო გამოჩნდა აი მაგ პერიოდში რა და მაგის მერე უფრო სწორად რა, რომ რაღაც შენ ქონდა ცუდად იყავი. ხო. და ვიღაცები მეუბნებოდნენ რომ აი გუში ვნახე და ისე დღეში იყო და მე გუშინ წინ და ქუჩაში და ვიღაცა მითხრა რომ სადღაც დაჟე სანამ ჯეოსელის პერიოდში თუ კიდე უფრო ადრე. აი ცოტა უფრო ადრე. აი ცოტა უფრო ადრე, მაგრამ მე კიდე იყო რაღაც პერიოდი რა და მე და შენ რო დავმეგობრდით, ხო? ეს ამბავი ჩავლილი იყო უკვე. და რავი, მე ვარ ეგეთი ადამიანი, რომ ძალიან ეხლა წარსულში ქიქვა საერთოდ არ მაინტერესებს. უბრალოდ ეხლა ჩემი ინტერესის სფერო გახდა უფრო მეტად და მინდა რომ მაქედან დავიწყოთ, რომ როგორ იყავი მაშინ და აი საიდან მოდიხარ რა არის შენი ეს წარსული რაღაც რომ ვიღაცები აი რომ მეუბნებოდნენ რომ აუ იცი რა ცუდად იყო არ ვიცი აი როგორ ცუდად იყავი ხო ანუ მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის გაბედეს თვითონ სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის ანუ რთულია რა ანუ რა იგულისხმება ამ გაბედეში ანუ რა ცვლილებებზეა საუბარი და ზოგადად ცვლილებებს როგორ გაუმკლავდე და ანუ რა ნაბიჯები გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი მთავარი რომ ვისაც ეს პრობლემები აწუხებს ან რაღაცა სხვა კიდე პრობლემები ხო მათთვის ეს ზუსტად ხვდები რაც იგულისხმება ამ გაბედეში რა და ძალიან კაი წამოწყებაა და მიხარია იმიტომ რომ ესეთი მნიშვნელოვანი თემებია რომ ადამიანი რო ზიხარ და უყურებ რომ სხვა ადამიანს რომელსაც ასევე რაღაცა შენაირი პრობლემები ქონა და ერთი ვირუსი ერთი რაღაც მენტალური ციხე გაქვს ტვინში ხო და რაღაცა თქვა ნებისმიერი დამოკიდებული ადამიანი ყოველთვის როცა უსმენს სხვას რომ იგივეს გადის ან რაღაცა ყოველთვის გული გითბება მარტოობას აღარ გწნობ რომ თქვენ სხვები ცდილობენ ამ დაავადებას მოერგონ ხო და ასე შემდეგ ამიტომ წარმატება მხოლოდ შენ მომავალშიც არ მარტო როგორც მეგობარი არამედ უბრალოდ როგორც მოქალაქე და ადამიანები ამას რაც შეეხება ხა იმ პერიოდს სანამ ჯეოსელის ამბავი მოხდებოდა და ზოგადად ჯეოსელში ძალიან უცნაური რამე მოხდა ეს ადრეს ნათქვამი მაგ და სულ მგონი რომ ადამიანებს ხო არ უხლი ერთი და იგივე არ უთხრა მეთქი მაგრამ არ გამოვა ისეთი კითხვა დასვი რომ ეგ არ აღნიშნო მაგ პერიოდში ჯეოსელის რეკლამა როცა გადავიღეთ მოქმედება რეკლამაში რაც ხდება რეალურად ხდებოდა და მე კიდე უფრო მოხდა ჩემ ცხოვრებაში და რატო იმიტომ რომ ჯეოსელის სატელევიზიო ვერსია სანამ ეს კაცი რომელიც ლაპარაკობს იქნებოდა მანამდე იყო სატელევიზიო ვერსია მან არის სიუჟეტი ესეთი რომ იბადება ბავშვი რომელიც ეგრევე ბაზრობს თელი აი სულ ბაზრობდა რა და ნუ აი ანახებო რომ ოჯახის ნუ აი და ეგეთი დაიბადა რა არ ჩერდება ბაზრობს ხო და ნუ მე რო იზრდება ხდება ესეთი რამე რომ მიატოვებს ხალხი რა მეგობრების დალევას იწყებს იმიტომ რომ ხალხი დაღალა ამ საუბრით იმით და короче ტოვებენ ტიპს რა და ეს რაღაც პონჩი გაბომжდება რა მაგრამ მე დაწერს წიგნს კაცი რომელიც ლაპარაკობს ეს წიგნი ხდება ბესტსელერი რეკლამის მიხედვით ვიძახი იწვევენ ყველგან და უცებ იჩდება ტიპი ნუ აი არაფრიდან ყველაფერი რა და ჩემ ცხოვრებაშიც რეალურად ეგრე მოხდა მაგ ჯეოსელის აქციის მე იმიტომ რომ იმ დროს ყველაზე კრიზისული კრიტიკული პერიოდი მქონდა ამ სფეროში სამსახიობო სფეროში ხა მე მსახიობი კიდევ ერთხელ არ ვარ და არ დამეთორებია თეატრალური მაგრამ აი ამ პაროდიების გამო იმის გამო რომ მთელი ბოჰემა იმ დროინდელი ჩემი მეგობარი იყო და სუტუსავკებზე ვიყავი და შემოქმედებით ტიპებთან მქონა ძირითადად ურთიერთობა აი სულ გზნობდი რომ ეს არის ჩემი რა ფეხბურთის მერე რა ხო და რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ფაქტიურად რაც გადავიღე ის მოხდა მერე კიდე ჩემ ცხოვრებაში იმიტომ რომ მერე მართლა ეგრე იყო რომ უცებ არაფრიდან
ყველა ამაზე ბაზრობდა, მაშინ თან არის არისო რომ ამდენი პოდკასტი, ამდენი პროექტი და ისინი არისო რა YouTube-ზე და ინტერნეტში რა და ჩემი რომ გაიჩით, ანუ მიაწყდა ხალხი. მესმის რატომაც განსაკუთრებით ახალი თაობა, იმიტომ რომ მაშინ ეს კომედი შოუ და რაღაცები რომელიც ტელევიზორში იყო, ანუ რა თქმა უნდა, თავის ფანბეისი ყოველთვის ყავდა ამ პროექტებს, მაგრამ რაღაცა სიახლის განცდაც უნდათ ადამიანებს და რომ გაიჩითა ეს ძალიან გაუხარდათ. ხო და ისეთი პონტია რომ მე მართლა უცებ მეც გავიჩითე რაღაცა შემოსავალი მაქვს, ბევრი ერთი ტელევიზია, მეორე ტელევიზია, ის პროექტი ჯეოსელი ჩვენი სახე გახდი, ის მეუნება ბორდში ჩაქსვავ. დაჟე კანცელარიიდან დამირეკეს რომ რა ერქვა იმას, მეგრელი მერი რო ყოდა. ნარმანიას PR-ში იყავი და წარმოიდგინე 3 დღეა გასული იმისგან რაც გავიდა პირველად რეკლამა. ნარმანიას PR-ში რატომ უნდა ვიყო მეთქი? თბილისი ცნობ კარგათო. მეთქი იყოს მეთქი არ მინდა ჯეოსელის ამან აი რატო აი და მერე დაიწყო უკვე ის პერიოდი, როდესაც დისციპლინა ყველაფერი, მაგრამ გამოუცდელობით, გადაღლილობით, გადატვირთულობით, უკვე დავირუსებულით და უკვე რაღაცა წამეყარა ვერ გაუძელი ამხელა იმას წნეხს, ამხელა დატვირთვას თან აქ ჩვენს ქვეყანაში არის ადვოკატის კულტურა, რო ყავდეს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლს, არც მენეჯერის, არც ფინანსური ტიპის, რომელიც ამ ყველაფერში დაგეხმარება. შენ უნდა დაიწყო თავი. და ხარა ამ პოზაში. გესმის და სულ იმის შიში გაქვს, რომ გამოგიყენებენ, რაღაცას ვერ იზავ, ისე ვერ იზავ, გვერდში შენ ადამიანები ისეთი ერყავს, ვინც ამ სფეროში ერკვევა. ხო და ეს მერე გამოწვევები, მაგრამ სანამ ეგ იქნებოდა მართლა ძალიან ცუდად მე ვიყავ დამოკიდებული ანუ აი მეტამფეტამინზე, ეგეთ რაღაცებზეც რა, ერთი წელი, მაგან ყველაზე მეტად დამანგრია რა და ისეთი პერიოდი მქონდა, რომ ხელი მქონა დაზიანებული. ანუ აი ფაქტიურად ყებოდა რა, ანუ რაღაც ინექციების გამო. ძალიან ცუდ დღეში არც უვლიდი. აი ესე დავდიოდი, რაღაცა რაც გადამაკრეს, რაღაცა ბამბასავით იყო უკვე გაშავებული, იმიტომ რომ ანუ როგორ გითხრა რა, ანუ მაშინ კიდე ვერ ხვდებოდი. ეხლა ხვდებით, რომ აბსოლუტურად თვით განადგურების გზაზე ვიდექი, პროსტა არ ყოფნიდა არ. ეხლა ასე გაცნობიერებულად ამ ყველაფერზე მაშინ კი არ ვფიქრობდი. აი იგივეს ვაკეთებდი, როგორც ამეღო ეხლა იარაღი და თავში მეხია რა. ანუ იგივე იყო. ნელ-ნელა საკუთარ თავს ვანადგურებდი. იმიტომ რომ თან ძალიან თანამიმდევრულად რა. ხო და რაღაცა გრავიტაციაში როცა შევაბიჯე, საიდანაც უკვე შენ მანდ უკვე ვეღარ აზროვნებ, მანდ უკვე ისე ხარ, მანდ მორჩენილი ამბავია რა. იქამდე არ უნდა მიხვიდე, თორე იქ როცა ხარ უკვე რთული. აი ეგ პერიოდი მქონდა რომ ქუჩაში აესე, სულ ის ლაპარაკები რომ აი მე რანიჭიერი ბიჭია და როგორ იღუპავს თავს და რა ჭის კაცო რა. და შენ ამ დროს ხელზე ამჭით, დადიხარ სადღაც დაბაზოებში. იქა ხან უბედურ ხალხთან ერთად ეს წრე შეიცვალა, გასაგები. ეგ გამწვავების ფაზა, მაგას დაუბრუნდე ცოტა ხანში, მაგრამ საინტერესოა ხოლმე თუ გახსოვს შენი სულ პირველი მოხმარება და რა მოგცა ამ მოხმარება. ხო, იცი რა უცნაურია, მე მახსოვს როგორ მოხდა ეგ რა. თავიდან ისე იყო რომ ერთმა ადამიანმა რომელიც თვითონაც უფრო კლუბურ ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, ხა მაშინ რა დროს გეუნებიცი გვირაბი რო იყო და ბერლინი და აჭარა და რაღაც ეგეთები რა და უფრო იყო მაგ პუნჩი. მე ჩემი ცხოვრება მაგ დროს რა იყო, ფეხბურთელი შეშვებული ვიყავი დაახლოებით 1 წელი და ნუ მაგ კიდევ ერთხელ მაშინ ისე ვერ ხვდებოდი, ეხლა ხვდები რომ როგორ მაკლდა ფეხბურთი, როგორ მაკლა სპორტი, ის პროცესები რაც ხდება შენში ორგანიზმში, ხო, ის ენდორფინების გამოყოფა, ბედნიერების განცდა, თამაშო გუნდელები გეხვევიან, სტრესი რა, რომელიც კარგიც არის, ცუდიც არის რა. ხო და ეხლა წარმოიდგინე ფეხბურთი შეშვებული, რაღაცა არეული და მოკლედ, მაგრამ წესიერი. ანუ იმ კაგებით წესიერი რა, რომ ანუ სასმის გარდა არაფერი. ყოველთვის ვიყავი ცენტრში, ეგოცენტრიზმის ისა რომ მიყვარდა როცა ველაპარაკ. ეგეც სხვათა შორის ნიშანდობლივია, იმიტომ რომ სულ ვცდილობდი რომ აი მაკედან მიმეღო სიყვარული, იმიტომ რომ ალბათ მაკდა ძალიან ცხოვრებაში. და მოკლედ, ნუ ეგ იყო ჩემი რეალიზაციის ის რა, რაღაცეები, რომ აი ამით. ხო და როცა ეგ ამბავი ხდებოდა, ანუ რა მოგაკლდა ეს ფეხბურთის ენდორფინები. სახში ვარ. მოდის ეს ტიპი და მეუბნება რომ აი წამოდი რაღაცა. მანამდე ორჯერ უარი ვთქვი. ანუ რომ შემიძლია მეთქი ბიჭო რატო უნდა მინდოდეს მეთქი რაღაც გიყურებ არ ლაპარაკობ ანუ მე მიყვარდა ეს ღადაობა დალევა გულაობა თავისი ყველაფრით რა და რო უყურებდი ადამიანები მიძინებული იყო ზოგი ისე ხო ფიქრობდი რომ მეთქი რა ვიცი მაშინ ანუ რა არ მევასება კონდიცია რა ანუ რაღაცა ნუ რაღაცა გავიდა პერიოდი ერთხელ თქვი ორჯერ სამჯერ თან ახლა როგორ სიტუაციებში იცი ჩემ თვალწინ რომ ინსულინებს დებენ აქეთ-იქით და ანაწილებენ და რაღაცეები რა ნუ კაი ხო რაღაცა მე პირველად გავსინჯე ექსტაზიმან
და ნუ რაღაცა ძალიან მომეწონა ერთი ამბავი ის, მაგრამ არც ის აღარ გამიშინჯოს მე რაღაცა თვეები. და ბოლოს ისე მოხდა რომ ამ ადამიანმა მითხრა რომ მოდი თუ რაღაცა ჩემი დაბადების დღეა მიდი რა ერთხელ მაინც ვიპატენებოდა. ეს შენი მეგობარია, მეზობელია. მეგობარი რა და ნუ მოკლედ ისე ვარ რა, ხო ოღონდ მე მეგობარზე არც ნაწყენი ვარ არაფერი ის თავის პონჩი კიდე ისე იყო კაცო მაშინ რომ რაზე ალაპარაკი თან ახალგაზრდა თავისი ამბები ხა აქედა რომ უყურებ არაფერი საწყენი არც ძალით უნდოდა რომ რამე ევნო ჩემთვის არაფერი უბრალოდ უნდოდა რომ კამპანია ესე ყოფილიყავი. წამოდი. აი ბოლოს დავთანხმდი და უთხარი რომ მეთქი ხო მეთქი ოღონდ მაინც ქონდა შიში რომ მაინც ეს ნემსი რაღაცა ის ქონდა რომ მეთქი ვა და რაღაც წითელი მას ხوار ვაბიჯებ მაგრამ მე როგორ რაღაცებში ვიправდი იცი რომ მეთქი ამას რომ გავსინჯავ თუ როდესმე მსახიობი გავხდები მეცოდინება ის კონდიცია რა არის მე ეს არ დამემართება ბიჭო ვიღაცა ტიპები ვით ესე ქუჩაში ვიყო და ყოველ დღეზე არა ნუ ესე ვიზავ გავსინჯო რა მე არა მე განსაკუთრებული ვარ რა მაგ პონჩი ალბათ ესე ვფიქრობ ხო და ნუ წავედი გაიჩნდა ერთი ტიპი რომელმაც კითხა პირველად ხوارშვები მაგცოდვაში არ ჩამადგმენა ფონქციო და მოვატყუა იმიტომ რომ გაფრთხილებული ვიყავი წინასწარ რომ შეიძლება კითხოს და უთხარი რომ არაო ისა კიო გასინჯული მაქო გავსინჯე ძალიან არ მომეწონა მაშინ გავსინჯე სუბოტექსი ძალიან არ მომეწონა ანუ იმიტომ რომ გული ამერია ორჯერ ახოდუ გული ამერია ორჯერ თან ლაპარა ანუ აი არც აი მთვარე ვიყავი რა ხო ხდებია ეს და რაღაცა ის ძალიან არ მომეწონა და უთხარი რომ მეთქი ანუ რა უნდა მომწონდეს მე ვთხარი ორჯერ გული ამერია თავრო მეხო და ხმას ვერ ვიღებდი მე ვთხარი ხან მეძინა ხან მეღვიძა თან მეძინა თან არ მეძინა და რაღაცა და მეთქი მე მევასება ეს პონტი რაღაცა რა ანუ ყველა ერთად ვართ ვიცინით ვღადაობთ სვავთ გიხარია მაგის მე ერთი წელი არ მქონა გასინჯო მე მითხრა რომ ის იმიტომ არ გაგისტორდა რომ ეს და მაგისტვის არ არის დიეჭ და აი ჰეროინი და რამე და პირველად ჰეროინი გავშიშ და ის მომეწონა სამწუხაროდ თუმცა მან არც მოწონებაზია არც არ მოწონებაზია მე უკვე მივდიოდი მაკეთკენ მივყვებოდი მაგას ფეხბურთზე შეშვებამ თავისი როლი ითამაშა მაგრამ ხო აი კალათბურთშიც არიან ხომ იმედგაცრუება ტიპები რომ რაღაცა დაემართა ხან ტრამვით ან არა ტრამვით და ვფიქრობ რომ ყველაფერი გაქვს იმისთვის რომ იყო რატო ვერა მაგრამ აქ ბავშვობიდან მოდის ეს შენ ეგ მოყვება და თვითგანადგურების იმაზე ხარ აი გიყო ჩემი პირველი გასინჯვა საშინლად არ მომეწონა მე გავსინჯე და ნელ-ნელა მე ერთ-ერთი მახასიათებელი დამოკიდებული ადამიანის მოხმარების და გასინჯვის რა არის იცი რაღაც აი ჯანსაღი ადამიანი რომელსაც ორგანიზმო უთხრა რომ ეხა ტოქსინი მიიღო გული ერევა ცუდად ხდება გაჩერდება მაგრამ დამოკიდებული ადამიანი აი იქამდე იქნება ამსელვებს სანამ არ გაატანინებს აი სანამ არ მიაჩვევს ორგანიზმს რომ ეს იმიტომ რომ ჭირდება რა ხო და მაგაში გეთანხმები რა ანუ ყველა ვარიანტში რაღაცა აი რასაც ეძახიან რაღაცა drug of choice რაც არის სადღაც უეჭველი მიაგნებდი რა ადრე თუ არა ხო მაგიტომ რომ არ არის პიროვნებაზე ის არ იქნება და სხვა იქნებოდა რა ისეთ თემა ასე რომ აი უყურე უფრო რაღაც მოსახოდე ნარკოტიკზე რო ამბობდი რა უფრო ეგ იყო შენ რომელიც იყავი აქტიური და ესეთი კომუნიკაბელური კიდე რაში აი რას გაძლევ ბიჭო არ ვიცი აი როგორ გითხრა რა ანუ რა გაკლდა რასაც ეს გივსებდა კიდე არ ვიცი მართლა არ ვიცი იმიტომ რომ შენ თქმის არ იყოს ახლა მე ყოფილა რა მოსულა ჩემთან ერთი ტიპი იყო კაროჩე რომელიც ნუ აი ძალიან მაყუთიანი ტიპი და რაღაც აი ამერიკაში ცხოვრობდა 15 წელი დამთავრებული რა თვეში რო $400,000 აქ ესე ოფიციალურად მაგრამ ბირჟაზეც რო თამაშობს რო რაღაცა და ნუ ისეთი ტიპი იყო ერთხელ მოდის რა და რა შევ მეთქი რაღაც სვავო და მე ვთხარ ვერ მომეთქი ალბათ ძალიან ცოტა სტუდავლე მეთქი შენო ვაფშე დალევა რა შეგჭი აი შურსო შენიო მე ვსვავო იმიტომ რომ ვიყო ისე როგორც შენ ხარო და მაშინაც კი ვერ ვარ ისე როგორც შენ ხარო და მე მჭირდებაო ეს საწვავიო შენ რა გინდა თუ რაღაცა და ჩემ შემთხვევაში მართლა ეგრე იყო ანუ ისედაც ეგეთი ტიპი რო ხარ და კიდე ეს და რაღაცა ხო რა თქმა უნდა ალბათ უფრო მაგრამ არ ვიცი რას მივსებდა რო გითხარო კომუნიკაცია მაგდა ადამიანთან არა ნუ შეიძლება სექსის ფაქტორიც იყო. იმიტომ რომ მაგ დროს მოგწონს თუ რაღაცა, ნუ ილუზია რა, რეალურად, მაგრამ ნუ ეგრე გონია. ერთ-ერთი შეიძლება არ ვიცი, აი უფრო მე ვფიქრობ, რომ ეს რეალურად იყო, ჩემი აზრით, თვით განადგურების აქტი და ხან რა იყო და ხან რა. მაგაზე პასუხი. რატომ იყავი მაგ რეჟიმზე გადასულ? აი ხა არ ვიცი, აქეთა გადმოსახედიდან სადღაც როცა გაუაზრებათ თუ გააზრებულად ამ რეჟიმზე გადავდივართ, ხო, ანუ ან საკუთარ თავს ჯით, ან ჩვენს ახლობელს. შენ რომ მე მგონია რომ ორივე იყო. ჩემ შემთხვევაში
იმიტომ რომ იმ მომენტში მე არ ვთვლი რომ საერთოდ მზად ვიყავი ცხოვრებისთვის რა. ანუ რასაც მართლა ცხოვრება ქვია, გადაწყვეტილებები, რაღაცა უნარჩვევები, რომელიც უნდა დაგეხმაროს. ჯერთი მოცემულობას ისეთი იყო რთული ძალიან, ხო ეხა მე ამდენი ტრამვები ბავშვობიდან წარმოიდგინე მე არ პირად შემტრამებს. იგივე ტრამვები ქონა შენს, მეც, იმიტომ რომ შენ ვითომეტეს მე ხა კიდე ყიფშეზე ცხოვრობდი და აქ რო სამოქალაქო ომი იყო, იქ ჩვენ ფეხბურთს თამაშობდით ხოლმე ხანდახან. ისეთი დროში ცხოვრობდით, მაგრამ შენთან ხო საერთოდ ჩათვალე, შენ ყურიზირში ხდებოდა რა, იქვე ცხოვრობ. ამიტომ როდესაც შენ ეხა ხვდები მაგას, რომ რაც მაშინ ნორმა იყო, ეს ნორმალიზებული სიგიჟე, დღეს ხვდები რომ როგორია რომ თითოეული გასვლა ადამიანის ღამე გარეთ ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ რაღაცა პროცენტულობით დაშვება ქონდა, შეიძლება ვეღარ დაბრუნდეს ტიპი. აქ საუბარი არის მამაზე, დედაზე, ახლობელ ადამიანზე. შფოთი და კი ბატონო, რამდენი ჩვენი მეგობარი ახლობელი ან მოკვდა, ან თავი მოიკლა, ან დაჭრეს, ან იმას ქნეს, ან ამ ყველაფერს გავდიოდით ჩვენ. და გაჭირვება, კომპლექსები, იმედობა, რაღაცა 1000 რამე იყო, ხო? ეხლა თულ პერიოდში გამოვიარეთ, აფხაზეთის ომი, სამოქალაქო ომი, 2008-ში კიდე ომი, გესმის და ანუ ეს ყველაფერი ადამიანებს აისახება, ეხლა როგორ გინდა. ამიტომ ეგ მე ზოგადს ვიძახი. მე კიდე ცალკე პირადი ამბები, პირადი ტრამვები ბავშვობაში გადატანილი, გესმის და ფიქრობ, რომ ეგ ყველაფერი არ მქონა გადააზრებული, არ ვიყავი მზად ცხოვრებისთვის, არ ვიყავი დასრულიც კი არ ვიყავი მე თვლი, იმიტომ რომ მე ფეხბურთს იმდენი შევწირე და ისე ვიყავი ჩართული იქ, რომ მე ვიყავი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული ფეხბურთელი. არც სვავდი, არც ვეწეოდი, არაფერი. ეგ ყველაფერი დაიწყო მე. ხო და ამ ხელენ ძალიან დიდი ემოციური ინვესტიციას ქონა ფეხბურთში რა და ანუ მაგან კი გადამარჩინა, რომ იმ პერიოდში არაფერი არ ვქენი, მაგრამ მე კი წამომეწია როგორც ხედავ. მე მგონია რომ ეგ ყველაფერი მაყდა ფეხბურთი, მაყდა ის პროცესები და რაღაცით ყოველთვის რისკის ქვეშ არიან ზოგადად სპორტსმენები, რომლებიც როცა შეეშვებიან. ამიტომაც ყველა ისეთი სპორტსმენი, რომელიც მე კაი ფორმაშია, აკეთებს იმას, რომ როცა კარიერას ამთავრებს, მე მაინც ვარჯიშობს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სტრესია ორგანიზმისთვის ეგრევე რო ჩაგიტყდება ეგ ყველაფერი რა. ეგეთი კითხვა გამიჩნდა და ალბათ მაყურებელს დაინტერესებს. აი ამ ეს პირველად რო შეეჯახე ამ მძიმე გამოწვევებს. ვინ დაგეხმარა? ოჯახის წევრებიდან ყველაზე მეტად გვერდში ვინ გედგა და როგორ რამე ელაპარაკე უთხარი შენებს რაღაც მამაშენს და ვინ იყო ეს ადამიანი, ვისთანაც ეს გზა გაიარე თუ მარტო იყო? არა, ოჯახის წევრები უფრო რეაგირებდნენ, ვიდრე ან რაიმის პრევენციას ცდილობდნენ, ან რაღაცა სხვა. ჩვენ მე არ მახსოვს, რომ ესეთი რაღაცა მართლა გულწრფელი ისეთი საუბრები რა ესე ანუ არა ეგეც პრობლემაა რა ჩემი მშობლებიც არ იყვნენ მზად მაგისთვის იმიტომ რომ ხა საბჭოთა კავშირი დაიშალა შვილი მოდის ანუ არ იცი შენც იმ საბჭოთა ტიპი ხარ და უცებ ყველაფერი შეიცვალა ბავშვი სპორტსმენია მშვენივრად თან სწავლობს თან დადის უნივერსიტეტი კავკასიური სახლი ეს ის და უცებ ვერც უშვებ რომ ეს პრობლემა აქვს ამიტომ არა, რა თქმა უნდა, როგორ მიიღეს? არც მახსოვს როგორ მოხდა ის საერთოდ რო გაიგეს. არც მახსოვს. ერთი ის ვიცი რომ кай ხანი ალბათ დაუშვებლობა ექნებოდათ, მაგრამ მე ვთვლი რომ მათაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება მაგისი ესეც იყოს, ხო? მაგრამ რაც მშობელი გავხდი კიდე უფრო მეტად ხვდები რომ ეგრეა, ანუ კი 1000 რამე შემილია ჩემ მშობლებს დაველაპარაკო და უთხრა რომ მამა იციან და აი ესე იყო, ეს იყო არასტორი, ეს იყო ისა, ბავშვობაში რომ ეს მოხდა ამან ეს გამოიწვია, მაგრამ თვითონაც ხომ პატარები იყვნენ რომელმაც ასევე გამოიარეს ის ყველაფერი. ამიტომ ეს ჯაჭვი რა დომინოსავით რომ მოდის, აზრი არ აქვს. მე ეხლაც ბევრ რამეზე ვარ ჩემების პონჩი ნაწყენი, ხვდები? წარსულის გამო და 1000 რაღაცაა, მაგრამ ეს წენა უკვე ნელა ტრანსფორმირდება, უფრო ზუმაუთს აკეთებ და მასშტაბურად რო უყურებ, ხვდები რომ ისინიც ეგეთი პატარები იყვნენ, რომლებიც ასევე ტრამვირებულები იყვნენ. თორე ეხა დედაჩემ მამაჩემ გიждდებიან ჩემზე ეხა ერთადერთი შვილი ვარ ხო როგორ უყვარვარ, მაგრამ არ იცოდნენ, მათაც არის, არც მე ვიცოდი როგორ მეცხოვრა და არც მათ იცოდნენ როგორი რეაგირება ქონოდათ ამ ყველაფერზე რა. მაგრამ დახმარებაზე რომ ამბობ, თუ რამე შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, რას გულისხმობ. სამწუხაროდ შეიძლება ეს კონტაქტი არ ქონა და ემოციური კავშირი იმხელა, იმიტომ რომ ისინი შეშინებულები იყვნენ, მე შეშინებული და საერთოდ დეფიციტურია ჩემი თაობის ტიპებში აი ესეთი გულიანი საუბრები, რომ აი რატო ხარ ეს? აი რატო? აი პატარა პრინცი რო არის წიგნი, სულ ეგ მომყოდა ხოლმე მაგალითად, რომ იქ რო ეუნება, რომ რატო არისო რომ პატარა პრინცი ამასე რომ როცა მშობელი შვილს ეკითხება, რომ აი შვილი მოდის და მე ახალი მეგობარი მყავს რა. მშობელი იმას კი არ ეკითხებაო თქვა. რა არის მისი საყვარელი ფერი? ანუ როგორი მუსიკა მოწონს? როცა ბედნიერია, როგორი ხდება ხოლმე? ეგ კი არა. ვისი შვილია?
სად დადის, ვინ არის, სუეჭვის თვალით ეგრევე ნეგატივით ხვდებიან, გესმის და აი მე უფრო ეგეთ რაღაცებს გულისხმობ. შენი პირადი სივრცე, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, მეთოდი, მეც ახლა უამრავ რამეს გზადაგზავ სწავლობ, მაგრამ იმიტომ სწავლობ, რომ ეს სხვის შეცდომებზე შეცდომებით, არა, თან თაობებს გულისხმობ. რაღაცა და არა მარტო საქართველოს, საიდანღაც შემოდის ასევე რაღაცა სტანდარტებიც, ხო? ბევრი შეცდომის ხარჯზე მიხვედრილი რაღაც მეთოდებია, რომელიც მე ჩვენამდე წმოვიდა რაღაცებს ჩვენ ინტუიტიურად მივხვდით, რაღაცა ცხოვრებამ გვანახა. ამიტომ მე ხაც ვერ ვიტყვი, რომ ისეთი მშობელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობ, რომ კაი მამა ვარ, მაინც გრძნობ, რომ მაინც არის ხვრელები, სადაც უკეთესი უნდა ვიყო, უფრო უკეთესად უნდა გავაკეთო და ეხა იმ დროს, როცა ისინი იმაზე ფიქრობდნენ, რომ შეშა რომ მქონდა მამაჩემს ღამე გმირი იყო, გესმის? და ისეთი სიტუაცია იყო გარეთ, ეხა რაზე ვლაპარაკოთ, თან წესიერი კაცი იყო, არაფერი მაგ დროს ეგეთი უფრო იჩაგნებოდა. ამიტომ მესმის ჩემების, მაგრამ ნუ ყველაფერი გააკეთეს, დასაწვენი თუ იყავი სადმე, ან რამე თუ მჭირდებოდა, ან ბავშვების პონჩი რაღაცა მჭირდებოდა, ფინანსურად, მატერიალურად, ისე უბრალოდ მართლა რაც მჭირდებოდა, იმას ვერ ვაძლევდნენ სამწუხაროდ. მაგრამ იმიტომ რომ არ ქონდათ ეს ინფორმაცია, არ იცოდნენ არა უთიყვარულობის გამო, არამედ შიშის გამო, დაბნეულობის გამო, რო ვერ იგებდნენ, პრინციპული ვიყო, აკრძალო თუ ეხა პირიქით, აი არის დადიოდნენ ხან ერთ ფსიქოლოგთან, ხან მეორესთან, ისეთი. აი, ანუ და საბოლოო ჯამში უფრო ნათელი გავხადოთ, მოდი რომ დრამატურგიულად მივუყვეთ. პირველად როგორ უშველე საკუთარ თავს და რით? ანუ როგორ უშველე იმ მომენტისთვის? აი ის დიდხნიანი თქვა და ერთწლიანი რაღაც მეტამფეტამინო ინტერვიუის მოხმარების მე როგორ გამოხდა? გეტყვი. მოკლედ ვარ მაშინ მანამდე იმედში მუშაობდი, ეს 2013-2014 იყო და მოხდა ისე რომ ნუ ძალიან გამიფუჭდა სახელი. მაშინ ძალიან ცოტა ხა პატარა ქალაქია ყველა ხდება რა იქ სადღაც ვერ მიხვედი სადღაც დააგვიანე სადღაც კონდიციაში არ იყავი გესმის მე როცა ეგ მოხდება კიდე უფრო განიცდი ამას ეხა კიდე ხონა დაივიწყო ეს ყველაფერი გესმის და აი როგორც ის არა აი ციყვირო იმაშია გამოწყდებული დარბიცხო ხო იცი ესე რა ეს ეხა ერთი და იგივე წრეზე მიდიხარ ხო და ეხა პირველად რომ დავკარგე ყველაფერი იმიტომ რომ იქიდან მივხვდი რომ უნდა წამოვიდე უკვე იქ ისეთი სიტუაციას ისინი ხვდებოდნენ შენ ხვდები რაღაცა მორჩა რა იმ მომენტში მე ვიფიქრე რომ აი წარმოიდგინე განცდა გააქვს თან იმ ყველაფრის მერე ამ ხელა რეაბილიტაციას გადა სუ მეძინა იმიტომ რომ ერთი წელი რავი ალბათ 2 დღეში ერთხელ 3 დღეში ერთხელ მეძინა ხო მთელი ეს პერიოდი მარტო ერთი თვე ძილში გავატარე რა დათვივით რა ამის მერე ჩემ თავს უთხარი რომ სო მე ეს დავკარგე ანუ როგორია წარმოიდგინე ტიპი რომელიც მართლა აი როგორც უდოთ ვიყავით რომ აღნიშნე ხელი ესე და უცებ მოხდა ისე რომ მაშინ თავი ხელში ავიყვანე და ცხოვრებამაც რაღაცი დამაჯილდოვა და ეს გამოუშვა ეს ჯეოსელი ჩემთან რითიც მე მთელი კარიერა ავიწყე და ეხლა წარმოიდგინე კიდე უფრო რთულ სიტუაციაში ვარ იმიტომ რომ ეს ვერ შევირგე ყველაფერი გაუმაზე ვერ შეინარჩუნე დავკარგე და ეხლა მე თან უნდა გადავაგდო ის ყველაფერი და თან ამას უნდა გაუსწორო თვალი რომ ეს ესეა მაგრამ აი შემიძლია თქვა რომ მართლა აი მაგ პონჩი ჩემი ძალიან ვამაყობ რომ იმ დროს მეყო ძალა რომ მე თქვა არა და ყოველ მეძინა მართლა და თითოეული რატოა გადაგდება რთული მარტო ფიზიკური კი არ არის ბჭო მანდ რო იმას ფიქრობ რები აკეთე აი ეს რო ამას რო ეჯახები რაზეც მანამდე არასიფხიზლის გამო არ ფიქრობდი და ეხა უცებ ეს დაგროვილი გაქვს და ხან ვიღაც გიყვება ხან შენ იხსენებ რა სიტუაციაში იყავი და რამდენი სისულელე გაქვს აკეთებული და მესმე დეტოქსი არ დაგჭიროები არა ეხა ეგ ისეთი ნარკოტიკია უბრალოდ აი მე წამლების არ დაგილები ხო და არა და ეგრო მორჩა მე დავიწყე ყოველ დილით სირბილი უსტბაზე და ჩემ თავს ვეუნებოდი ყოველდღიურად აი რა გებრძვის როცა გინდა რომ რაღაცა შეეშვა რა აზრი აქვს აი ეხლა რა კარგად ხარ აი ხო ხარ ფხიზელი კარგად ხარ ან თქვათ ეხლა რო ახვალ და ივარჯიშებ უკვე მოჭრილი გაქვს ყველა გზა ნუ რანაირად უნდა მოახდინო ეხლა ამ ყველაფრის რეაბილიტაცია ისე და ეს ეჭვები არის რა რომ რისთვის ვაკეთებ ამას მაგრამ მე ჩემ თავს უთხარი რომ არა ეს ხმები უნდა დაივიწყო დილით უნდა ჭამო წიწიბურა ან ჰერკულესი, იმიტომ რომ კუჭი გამოგკეთდეს და მერე ფეხით უნდა ახვიდე კუსტბაზე და არტყა 5 წრე, მერე ჩამოხვიდე. და აი სპორტსმენობა სად გამომართლა? არ მაინტერესებს რატო ან როდის მოვა შედეგი. აი ესე როგორ დაპროგრამებული Android-ივით, არ ფიქრობდი რატომ, უბრალოდ გასაკეთებელია და იმედი მქონდა რომ გზადაგზა პროცესი მერე რაღაცა კარგს მოიტანდა და ეგრეც მოხდა. ეგ სქემა შენ თვითონ მოიგონე და შექმენი, ხო? რომელმაც იმუშავა. ხო. არაფერი ისეთი სქემა რა უბრალოდ არ მივეცი
ამ ეჭვებს და თან ხო იცი ადამიანი თუ რაღაცა ცოტა განათლებაც გააქვს და რაღაცა კიდევ უფრო მეტ ატმებს გამართლებებს პოულობ გესმის ბოლოს შეიძლება იქამდე მიღაც ეგზისტენციალურ პრობლემებს შეტენო ის რომ შენ იმ დროს ნებისყოფ არ ყოფნის ელემენტარულად ხო ხდები ამიტომ მაგის გარჩევა ჯერ კიდევ ისე არ ვიცოდი რას იმიტომ ვაკეთებ რას ამიტომ ვაკეთებ მაგრამ ერთი რამაც მაშინ გადამარჩინა იყო ის რომ ჩემ თავს კაცრად უთხარი რომ არა აქვს მნიშვნელობა უნდა წახვიდე და უნდა ახვიდე კუსტბაზე და იმაზე მე რეიფიქრე ასე რას მოიტანს თუ არ მოიტანს ოკეი და ნუ მე ახლიდან დაიწყო რაღაცების კაი ეგ რომ უთხარი, ეგ რამდენი ხანი გაგრძელდა ეგ პერიოდი? რომ აი კუსლას დადიოდი და ფორმაში ჩადექი. ერთი წელიწად ნახევარი სადღაც. ეს პერიოდია Nokia ტელეფონი რო გაქვს? ხო, მაშინ. რომ იმიტომ რომ მაშინ დავკარგე და ეგ ქონა და ყველაზე კაი პერიოდი იყო იმ დროს ჩემ ცხოვრებაში 10 დღე ყველაზე შემოქმედებითი და კრეატიული რა. კაი, როგორ დაბრუნდი იმავე საზოგადოების აი იმ კვადრატში თუ იმ ჯგუფში სადაც უკვე შეწუხდნენ შენი მოხმარება. აი ეგ რეაბილიტაცია როგორ მოხდა? ეტაპობრივად, ნელ-ნელა. მაგ დროს თავარია რომ არ იჩქარო. ანუ ეგრევე შედეგი ვერ მოვა რა, ამის დროშია გაწელილი. შენ რო ამდენი დააშავე, ის ხო ნელ-ნელა დააბალანსო, ანუ ამოიღო. იგრძნო ის ტკივილი, გაიარო შენ თავზე რა და ეხა ამას მე იმას კი არ ვამბობ, თუ არ არის ეგ სპეციალურად უნდა გააჩინო მეთქი, მაგრამ ხო, ანუ რაღაცა მსხვერპლივით არის რომ ყველაზე მეტად რა დააშავე. ბევრი რა მოთulis პროსტა. სხვა საკუთარ თავს რა დაუშავე. ყველაზე მეტად საკუთარ თავს დაუშავე ალბათ და ჩემი ოჯახის წევრებს რა, დედაჩემს და მამაჩემს იმითი რომ ნერვიულობდნენ და წარმოდგენაც კი არ მინდა და ეხა უკვე ხვდები რასთან ქონათ საქმე, როცა იცი რომ შენი შვილი არის გარეთ და პროსტა არ იცი, ანუ ხვალ ნახავ თუ არ ნახავ რა. თან ვით უმეტეს როცა გესმის რაღაცები რომ ის იმაში გაიპარა, ეს ამაში გაიპარა, იმას ის დაემართა, ამას ეს დაემართა. გახსოვს ადამიანები, რომლებიც გელაპარაკებოდნენ და აი ეგ მომენტები თუ გახსოვს, რომ უნდათ რომ გადარჩენილიყავი, რაღაცებს გარიგებდნენ და აი როცა მოხმარების ფაზაში ხარ, როგორ არიღებს ხვის რჩევას. გახსოვს ეგ მომენტები და შენი გამართლება რა იყო, რომ მე ვიცი, მე თვითონ მე მივხედავ ჩემ თავს. იცი, არ ვიცი რა, იყვნენ მაგდენ ხა იმ რეაბილიტაციის პერიოდში ძირითადად სახში ვიყავი და ჩემებთან მშობლებთან თუ მქონა ურთიერთობა და ნუ აი კუსტბაზე ვინც დადიოდა იმათან დანარჩენთან ყველასთან ურთიერთობა გავწყვიტე ამის გამო ბევრი ნაწყენიც იყო და რატომაც მიაბეს იმას რომ აი პოპულარული გახდა და დაგვიკიდა და ამ დროს მე უბრალოდ არ მინდოდა რომ ჩემი თავი ჩამეგდო ისეთ სიტუაციაში სადაც ვიღაცები დრაგებს გასინჯავდნენ იქვე სვავენ იქვე რაღაცა და ანუ ვერ უხსნიდი რომ მეთქი არა მე რომ მანდ მოვიდე ხო კაი ერთი დღე გავქაჩავ ორი დღე გავქაჩავ მესამე დღე შეიძლება მეც დავლიო მე ამას რაღაც მოყვეს ის და არ მინდა მე უთხარი რა ხო და ეგ ის ამიტომ ძალიან იზოლირებული ვიყავი და კი როცა სხვა ადამიანები თქვა ან ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი ან ვიღაცა თქვა ვიც მიცნობს გულის შეტკივა და 1-2-3 თქვავს რა თქმა უნდა ხო მე სულ მქონა ფსიქოლოგებთან სულ ის მომენტი მქონა რომ მეთქი აი ვიწყებდით ჩემზე ლაპარაკს და ბოლოს ვამთავრებდით მისით რა დავიწყებდით ანალიზი იმაში გადასვლა ცხოვრება ის რაღაცა არც იყო იმდენი მაგრამ ხო ყოფილა უამრავჯერ როდესაც ფიქრობდი რომ გონზი არ ახართ ეხა რას მელაპარაკებით მე ვიცი ჩემი რითმი მაქვს ყველა ადამიანის ინდივიდუალური რითმი აქვს ყველა ადამიანის თავისი გზა და დრო აქვს როდის უნდა გააკეთოს როდის არა და ასე შემდეგ შენი ინტონაციით ხვდები რომ ეხლა ეგრე აღარ ფიქრობ არა ხო არა ანუ გააჩნია ხა ვინ გეუბნება მაგრამ მიუხედავად იმისა რომ გამოჯამთელება მართლა ინდივიდუალურია ამ დაავადებასთან საერთო ნიშნებია მიხდი განვითარებას აი ეს რას როგორ იწყება შუა როგორია დანაკარგები და გზა შეიძლება რაღაცნაირად განსხვავდებოდეს მაგრამ განვითარება ძალიან გავს ხოლმე რა ერთმანეთს იცი რა მითხარი ლომკაში ყოფილ ხარ და ნუ აი რა დონეზე ყველაზე მეძიმე შენი სუდად ყოფნა როგორია იცი აი ყველაზე ძიმე და რთული ჩემთვის იყო ფიზიკურად იყო როცა ხელოვნური კომა გავიკეთე ანუ ხელოვნური კომის მე მაინც მქონდა იმიტომ რომ რეაბილიტაცია აბსოლუტურად არასწორად და უაზროდ მქონდა დანიშნული იმიტომ რომ ლევად მქონდა რაღაც პუნჩი გაკეთებული ხა ეს ის ხელოვნური კომა ადრე რო ჩამოდიოდა და გაძინებდა დიდი ხანი და პირდებოდნენ რომ გაიღვიძებ დამოკიდებულება გამქრალი იქნება. ხო, იდეაში ეს ყველაფერი დაიწყო ისრაელსა და შვეიცარიაში არის კლინიკები, დღესაც არის ალბათ ვაისმანის კლინიკები, სადაც ეს მეთოდი არის, სადაც არის ხელოვნური კომა,
ამ კომის მერე დაახლოებით 6-7 საათის მერე გონზე მოდიხარ, მანამდე შენში არის შეშვებული ეგეთი პრეპარატია ნალტრექსონი. მე ამ ნალტრექსონს კიდე 6 თვე დაახლოებით მინიმუმ ან 1 წელი უნდა სვავდე ყოველ დღე. რომელსაც ეხლანდელი ნარკოლოგიურები ეხაც ხმარობენ და ან აპრობირებული. იმ დროს ეს იყო ლევიპონტი და ეს გავიგე ერთი ჩემი მეგობრისგან, ოდარასგან, რომ ბიჭო ეგეთი და ეგეთი რაღაცა და ეხლა მე კიდე რატო გამიტაცა ამაზრმა, იმიტომ რომ ჩემი ისეთ სფეროში ვარ, ეხლა შენ იცი რომ აქ რთულია რომ ერთი თვით თვენახევრით დაწყვეტ. თან იმ დროს წარმოიდგინე როცა მე ის ყველაფერი გავლილი მქონდა და თან ტელევიზიაში იმებში დუხს ახლა ერთთან ერთი კონტრაქტი გაქვს, მეორესთან მეორე კონტრაქტი და მოკლე გზა აირჩიე კარგად. ხო და მაგანაც იმას მოხდა. ორმა რა ფაქტორმა განაპირობა, ერთი რომ სწრაფად ხდება და მეორე ის რომ ეს ტიპი მიხსნიდა რომ აი ნახეო შენო რო სხვა გზით გადააგდო, აი პირობითად დაწვე რომელიმე კლინიკაში ორ სამკვირა და რაღაცა, ხო? მაგითიო შენ უბრალოდო, აი რა ვიცი, просто გაიყუჩებო, რა დროებით არის და მაგრამ ტვინს ყოველთვის ეშიებაო, სულ ენდომებაო და ამ მეთოდითო შენო და შენი მეუღლეო მაგალითად ანიო, იმას ხო არა აქვს გასინჯულიო და როგორც იმას არა აქვს გასინჯული ჩათვალე, შემდეგ რა იქნები, რომ თითქოს არ გაგისინჯოს. იმდენად მიმზიდველი იყო, ფანტასტიკი კარგი მარკეტინგულად შეფუთული. იმდენად იყო ეს ისა რომ მეც ავდექი და ნუ აი ძალიან დიდი ფული გადავიხადე მაგაში თავის დროზე რა და დავწექი ლევად არ შეიძლებოდა თურმე ეგა ხო მე სპეციალურად არ ვამბობ ხა ვინ და რა და როგორ არ ვთქვათ მაგრამ აქვე მე ვამბობ რომ აი სასტიკად რეკომენდაციას არ უწევთ აი არავინ განსაკუთრებით მე ვარ წინააღმდეგი იმიტომ რომ ილოს ფაქტის სახეზეა ძალიან ბევრი მსმენია და ამის გაკეთება არ ღირს მე ისიც არ ვიცი პრობლემა მაქვს თქვათ მეთოდოლოგიასთან და ზოგადად ამასთან თუ უბრალოდ ადიბასთან მაქვს პრობლემა იმიტომ რომ იქ არის როგორც წესი და რიგი და აქ არ არის დაცული არც წინაპირ პერიოდი სანამ გაიკეთებ ოპერაციას და არც მერე კაი ანუ მიგიყვანეს და დაგაწვინეს ძალიან აი ესე მიმიყვანეს დამაწვინეს გამოვედი პამპერსებში ანუ ეს პამპერსებში ერთი დღე იქ ვიყავით ალბათ ის ერთი დღე ყველაზე დიდი ჯოჯოხეთია ალბათ რაც გამივლია ცხოვრებაში საერთოდ ხელოვნური კომიდა რომ გამოვედი მეგონა რომ ვიყავით ხევადი წარმოიდგინე ანუ ისეთი უცნაური რაღაცა იყო შენს ხელს ვერ გზნობ რაღაცას სუნია უცნაური გეგონება და მე ბოდიში და ანუ იქ საოპერაციო ამოჭრილია რომ ეს რაღაცები ჩამოვიდეს შენგან ხო რომ გავხვიდე და იმდენად შეგრძნება მქონა რომ ვარ თხევადი რომ მეგონა რომ ანუ მეც აი გავქრებოდი და ჩავირეცხებოდი რა ანუ ეგეთი ღამე ეგეთი ფიქრები მქონდა მე წამოვედი სუბსარქისი იყო მაშინ თებერვალი იყო მახსოვს აქეთ მამაჩემს ვეჭირე აქეთ ანის ვეჭირე და წამიყვანეს ანი მივლი და 3 დღე პამპერსები არ გამიხდე საწოლიდან არ ამდგარ რომ ფეხები ისე მტკიოდა რომ კვდებოდი ანუ ყვიროდი ბოლო ხმაზე იმიტომ რომ აი ფეხები მისკდებოდა ტკივილისგან რატო რა იყო არ ვიცი რატო და მე ამ ტიპს რო ურეკავდი ამ ტიპის ის იყო ის რომ არიან ნალტრექსონი მუსიკა ხმამაღლა წეული ღამე ვერ მძინავს დღისით ბოლომდე იმიტომ რომ ნალტრექსონს რო სვავ ეს მეგრე მითხარო მუსიკაო სექსიო და რაღაცებიო რა შენთვისო კარგიაო რა და ნუ ხო და მუსიკა კიდე ბოლომდე და we gonna be all right ღეროდი ამ კენდრიკ ლამარის და ნუ ჭკუაზე არ ვიყავი მთელი მოკლედ არ მეძინა სანდრო აი პროსტა ვერ წარმოიდგინე რა ვერ იცინებ რა ანუ შენი სხეული არის გამოფიტული ტვინი არის გადაღლილი და აი აქ ეს ოპლიკის მინდა მთელი ღამე ბოლთასცემ დადიხარ ვერ იციშები ორი კვირა საერთოდ არ მეძინა წარმოიდგინე ანუ ლონკაში ხო ჩვეულებრივად აბა მაშინ ვეღარ გავიგე მაშინ მართლა არა ხო და მოხმარება გინდოდა არა მაგის თავიც არ მქონდა არა ვიღაცა რომ მოსულიყო და 10 დღის უძილოზე შემოსულიყო ჩემთან მაგ ხო არ გინდა ცოტა ხანი რა თქმა უნდა მაგრამ რაც იმაზე მეტყველებს კიდე რომ არასწორია მე კიდევ ერთხელ არ ვამბობ რომ ვაისმანის მეთოდი არის არასწორი არ ვამბობ მაგრამ მე მოახერხე რომ მაშინ მეტადონის პროგრამაში რო ვიყავი მე რაც იმ დროს მინდოდა იქიდან გამოვედი მაგრამ ანუ იმან ვერგა არასწორია ესე რომ ვითუმეტეს როცა არასწორი მოლოდინებია შექმნილი ხო დროსთან მიმართებაში რითთან შეიძლება არის კაცო წარმატებული кейსები მაგრამ ვერ იქნება ეგ აქ იმიტომ რომ იქ რო ისრაელში ან შვეიცარიაში $25,000 სიხდი ჯერ გამზადებენ ამ პერიოდამდე მე ყველაფერი სწორად ხდება ასე კი არა რომ ვიღაცა დათრეული ანესთეზიოლოგები რა ორი დღით ტრენინგზე რო ისწავლე არ მოუყვდათ იმავე მაგიდაზე ანუ მე ახლა და კიდევ ერთხელ ამ საკითხში მე კომპეტენტური ვერ ვიქნები შეიძლება კიდევ ერთხელ არის წარმატებული кейსები მე არ მაქვს პრობლემა ზოგადად ვაისმანის კურნალობის მეთოდიკასთან მე მაქვს პრობლემა იმასთან რომ უბრალოდ ეგეც კი არასწორად კეთდება და ის საწყისებში როგორია რანაირია არ ვარ კომპეტენტური ეხა ახსენე მეტადონის ჩანაცვლების პროგრამა და მე მგონი მე რო გიყვებოდი აი შენზე რომ მეუბნებოდნენ ეს ის პერიოდი როცა შენ
ამ ჩანაცვლების პროგრამაში იყავი მეტად. რატო იყავი? რატო ვიყავი? იმიტომ რომ მაშინაც აი ესე მოხდა რა უაზროთ, ანუ 2000 რომელი ნაცების დროა რა, ნაცების დროს კიდე ხა ნარკოპოლიტიკა გახსოვს როგორც იყო. ხო, საშინელი ნარკოპოლიტიკა იყო, დღემდე ესე ვთვლი და დღესაც ესეა. და ისეთი შეშინებული ვიყავი, რომ მე თქვი ხა გარეთ, რამე როქნა და მქონდა ეგეთი შემთხვევა, კინაღამ დამიჭირეს. უბრალოდ მე იმაში გამიმართლა, რომ სანამ მისამარძე მივიდოდი ბარიგასთან, ანუ 10 წუთით ადრე გააკეთეს ეგ სპეცოპერაცია თუ რაღაცა და აკვაგდეს იქ ვიღაცას რაღაცები ჩაუშვია ჩვენზე თუ რაღაცა, მე და ერთ ჩემი მეგობარი და იქ რა, არ აღმოგვაჩნდა რა, მაგაში მაინც გადავრჩით, რომ რამე არ ჩაგვიდეს. არ აღმოგვაჩნდა. ხო და მაგის მერე ისე შეშინებული ვიყავი, რომ მე თქვი, ანუ ქუჩაში, ანუ ექსტრემია რა, ანუ აი რულეტია რა, ესე იდებდა, ну აი თუ გაგივარდება, უკვე მაგდონეზე იყო და ну მე უთხარი, ჩემთავს უთხარი, რომ მაშინ ისევ ჯობია, ანუ შევალ მაშინ, ანუ ის მაინც არის რომ არ დამიჭერენ და ფული ამაში არ უნდა გადავიხადო და რაღაცა ესე უყურებდი იმ დროს რა. მოგეხმა რა, ანუ ეგ გამოცანები შეასრულა? ხო, ну ეხა რა არის იცი, ანუ იმ ეტაპზე შეიძლება გადამარჩინა რაღაცებს რა, მაგალითად ციხეში ჩაჯდომას და კიდე უფრო მეტი ფულის რაღაცას, ანუ ვალის აღებას, ან კიდე რა ვიცი, 1000 უბედურება რა და მაგ მხრივ დამასტაბილურა და დამეხმარა რაღაც პონჩი და ძალიან პროცენტში აღმოჩნდი, ვინც შეძლო იქიდან გამოსვლა. ხო, მეტადონიდან კი გამოსვლა. და ეგ როგორ მოახერხე? ანუ თავიდანვე ეგ განზრახვა გქონდა, რომ რაღაც ცოტა ხნით შედიოდი და მერე გამოხდა. არა, ცოტა ხნით არც ყოფილა მე ისნით ვიყავ მეტადონში, დაახლოებით 3 წელი ვიყავი მეტადონში. ასე რომ ხო იდეაში როცა მან შედიხარ იმისთვის, რომ რეალურად მე ჩანაცვლები და ამაზე მუშაობდი, რომ არ იყო მაშინ ესე ვის ვინ რას დაგეხა. მე სიტუაცია მქონია ძმაო გეუნები აი 9 წლის წინ ვიყავ ერთი ფსიქოლოგი გოგო იყო რა. ოღონდ როგორი გოგო იყო, იცი, აი იქ რო არის არაჩვეულებრივ გამოფენაში. მე ამისგან გავაკეთებ, ხო იცი, აი ენთუზიაზმით სავსე. სხვანაირად თუ ეგ ენთუზიაზმი არ გაქვს, იქ ვერ იქნები, თუ აი ან ეგრე უნდა იყოს, ან უბრალოდ სხვა პონტია რა. და შეხვდა ეგეთი. შემხვდა ეგეთი ენთუზიაზმით რა და ლაპარაკობდით და ისე გამიხარდა, რომ ვიღაცასთან შემიძლია ხა ამ ყველაფერზე გულით ვილაპარაკო, ძალიან ჭკვიანი, რაღაც პროფესიონალი გოგო ჩანდა. მარინა ჭავჭანიძე ეგეთ ფსიქიატრი, იმისი მოწაფე თუ რაღაცა და ნუ ესე ვლაპარაკობთ, ეხლა წარმოიდგინეთ, აი შიერი ვარ ეგეთ თემებზე საუბარი მინდა რა და სიამოვნებს აზია განათლებული გოგოა თან და უცებ ამას რომ ვლაპარაკოთ, ესე ვიღაცა ქალი შემოდის, რა დოდო, ქალბატონი ალბათ და ყრის ბიჟუტერიას ბიჭო იმაზე, რა ქვია, მაგიდაზე. აი ესე ბიჟუტერია დაყარა და ნელ-ნელა სხვები შემოდიან. თამილა, მოიტანა, მოდი. შემოდიან. ხო, ამ დროს კაბინეტში ვარ, ფსიქოლოგს ველაპარაკებ. დაყარეს ჩვენ მაგიდაზე, არც გამარჯობა, არც უკაცრავად, არც არაფერი და შეესინენ. ეს ის ბროლია, ხო, იმას რომ მიეცინა და 30 ლარიო გოგო რაღაც. აი ეს მიდი, ჩვენ ეს გავარ. რა? და ამ გოგო მითხრა, აი გავიდეთო მაშინა და გარეთ გავიდეთ სიგარეტს ვეწევდით და გავაგზავნეთ მაშინ რა ქვია. გარეთ სალაპარაკი, იმიტომ რომ იქიდან გამოგვიშვეს რა. არაჯანსაღი დამოკიდებული. ხო და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს უკვე ხა ეგეთ გარემოში იქ შედი და იქ დაგიწყე. არა. თუმცა რამდენიც არ უნდა და ეგ პრობლემები არის სისტემური, ნარკოპოლიტიკაც კატასტროფული, მაგრამ ვერ დაელოდები იმ დროს, როცა ეს ყველაფერი დაალაგდება რა. ანუ შენ უნდა ადგე და თქვა რომ რაღაც. მე ოღონდ ამას რო ეხლა ვლაპარაკობ, მე მინდა რომ კარგად გავაგებინო ადამიანებს. თქვენ არ იფიქროთ, რომ ეხლა მე გელაპარაკებით როგორც პრობლემას მორეული ადამიანი, რომელიც 15 წლის წინ, როცა მე აქედან გამოვედი და 2 წიგნი არ მაქვს დაწერილი და 3 ის არ მაქვს დაწერილი. ყოველ დღე ვეუნები ჩემ თავს, რომ დღეს არ უნდა დამემართოს რამე ფატალური შეცდომა. რომ დღეს უნდა ვიყო ჩემი თავის შეძლების და ყურაც საუკეთესო ვერსია. ყოველთვის ვახერხებ თუ არა ამას, მე არ გულისხმობ დრაგებს და ნარკოტიკას. ვერა, მაინც ჯერჯერობით მარტო ნარკოტიკებზე არა, თუ შენ გინდა რომ ნარკოტიკების საბოლოოდ გადააგდო, როცა გადააგდებ, მე ძალიან უნდა იმუშაო შენ თავზე. რომ პირიქით კიდევ უფრო წინ წახვიდე, რომ არ დაუბრუნდე. როგორც კი სტაგნაციასთან და იმითი დატკბები და იმითი იქნები კმაყოფილი იმაზე მეტი დრო ვიდრე საჭიროა, რომ მე ეს შევძელი და მე ყველასთან აბა მე რო გამოვედი, კაი გავიდა 3 თვე 4 თვე დაუბრუნდა ყველა თავის ცხოვრებას, ხო? ყველას უკვე აღარ ახარ ყოველ დღე გმირი ვერ იქნები რა. იქ შენ თავთან იყავი, კაცო, სხვისგან უითხოვრო ყოველ დღე გითხრა, რომ აუ ეს რა გააკეთა, გაიგეილომ როგორ ანუ თავიდან ეს სიამოვნებს იკვებები ამით და კარგიც არის დაბალი თვითშეფასების მერე ეს ძალიან გეხმარება რომ ფეხზე დადგე, მაგრამ მუდმივად ამას თუ ყველას შეაჩეჩებ, აბა მე სამაგეროდ გადავიდე, არ არის საკმარის, უნდა გააგრძელო კიდე რა.
ესე იგი ეგეთი თქმულება არსებობს რა. ხო და ასე რომ მენტორად და იმათ ანუ მენტორული ტონით არავის არ გესაუბრებით, ჩვენ ყველა ერთ პონჩი ვართ. დღეს ესია ხვალ შეიძლება სხვანაირად იყოს კაცო, ამიტომ მე რასაც ვთვლობ არის ის რომ ეტაპობრივად და ნელ-ნელა მივიდე იქამდე რაც არის ჩემთვის აი ბოლო წერტილი განვითარების რაღაცეებში რა. ანუ ეგ არის. მე და მარტო ნარკოტიკებს კიდევ ერთხელ არ გულისხმობ რა. ხო და რა არის განვითარების ეგ წერტილი რაც? ანუ მე მინდა რომ აი ნახე მაგალითად რა. აი ხა ნარკოტიკების ერთ-ერთი პრობლემა რა არის, რომ აი მაგალითად ტყუილები, ხო? ანუ აი შენ სიტყვას ფასი აღარ აქვს, ანუ ისეთი პონტია, შენ თავს პატვის აღარ ცემ და რაც მოყვება კიდე პაკეტში რა. რაც ყოველთვის არ არის მხოლოდ ნარკოტიკებთან მიბმული, ეს აღზრდაზეც არის, დროზეც არის და 1000 რამის. ის უბრალოდ ყველაზე ცუდ რაღაცებს წინ წამოწევს რა. ამიტომ მე მგონია რომ აი ძალიან მაგარი როცა შენ რაღაცა სიტყვი და ამას გააკეთებ. ამას გაუფრთხილდები. შენი აზრით სად უნდა ისწავლო როგორ იყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია? საიდან უნდა ისწავლო? ან თუ ფიზიკური არის სახარება. მაგალითად რა. ნუ რავი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში სადაც აი გუშინ ძველი ახალი წელი იყო და მეგობართან ვიყავით და იქ ვამბობდი რომ მეთქი აი ჩემი მეგობარი ამ პოდკასტში ნამყოფია სხვათა შორის. აი ცოდნის მოყარეში იყო ზუსტად მამა გურა მოთხოზორია რა. და რო უყურებ, მე ვიცნობ მას დიდი ხანია ძალიან სასწაული ადამიანია, ნამდვილი ქრისტიანი და რო უყურებ, აი ესე რო უყურებ, აი ხო გინახავს შეყვარებული ადამიანი, აი ორი თვის შეყვარებული რო ან ერთი კვირის და რო ლაპარაკობს და ესე რო აქ და როცა იმაზე ლაპარაკობს, ანუ იმ ობიექტზე ვინც უყვარს, როგორ რო იცის რა და ის და ეს ხო ლაპარაკობენ ხო და ატყობ რო აი ყურებამდეა შეყვარებული რო იტყვიან ხო. აი ეგრე არის ადამიანი ქრისტეზე შეყვარებული რა. როცა ქრისტეზე ლაპარაკობ გრძნობ რო უყვარს. აი მართლა გულით უყვარს რა. ასე რომ მე მგონია რელიგია ძალიან მნიშვნელოვანი უბრალოდ ხანდახან არასწორად აწვდიან ადამიანებს და აი მარტო მონასტერში ასვლა არ არის საკმარისი, მაგრამ თუ მაინდა-მაინც საკუთარი თავის სუპერვერსიაზეა საუბარი ან რაღაც მე არ ვიტყვი რომ ერთადერთი იმიტომ რომ არიან სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც და ასევე ადამიანები რომლებიც თქვათ რა ბუდისტები არიან და იმათაც რაღაცები იქაც არის უამრავი სიკეთის წყარო იმ რელიგიაშიც. მაგრამ თუ გინდა არის ყველაფერი პასუხი სახარებაში. ხო და აი არა მარტო სახარებაში, ანუ არის კაცო სხვა ლიტერატურაც მარტო რელიგიასთან არ არის მიბმული, მაგრამ რახან მკითხე, ხო, ალბათ ქრისტიანობა ჩემი აზრით, რომ მართლა ქრისტიანი თუ ხარ და მართლა მორწმუნე თუ ხარ, მე ვფიქრობ, რომ ურთულესი ამოცანა ჯერ დავიწყოთ აქედან. და ამავე დროს გონია, რომ ხო, საკუთარი თავის სუპერვერსია შეგიძლია გახდე თუ ნამდვილი ქრისტიანი, ან 1000 კიდე სხვა მეთოდებიც არის, სხვა ქვეყანაში სხვა რაღაცა კაცო. ხო და ეგეთი გამონათქვამი არსებობს ხო რა, რომ დამოკიდებულებისგან გამოჯამთელების გზა გავსო ესკალატორსო, რომელიც მუდმივად ზემოთ ადის. და როგორც კი ამ ესკალატორზე შენ გაჩერდები, ეს იწყებს უკან სვლას. ანუ ამ გზაზე არ უნდა გაჩერდეს, სულ რაღაც უნდა ამატო რა. და რა ის ცოდნა რომელიც შენ თქვი რომ აი ოდესღაც იყო და ეხლა გამოუკეთე კარგად თორ ეს ისეთი რაღაცაა რომ უეჭველი ჩამოგიყვანს ისევ სადაც ქვემოთ. რა არის შენი დღე როგორ შედგა, რისგან შედგება? რებს აკეთებ იმისთვის რომ აი ისევ იქ ქვემოთ აღარ ჩახვიდე. ნახე ქვემოთ ჩასვლა კიდევ ერთხელ არ არის ყოველთვის მიბმული რაგებს შვედი თუ არ მაგას არ გულისხმობ. ხო, რა პროცესი დინამიკა როგორია, ხო? რო აი ცუდად არის. იცი აი არის დღეები როცა გძნობ რომ მიუხედავად იმისა რომ ახლა ბევრ ამის ვაკეთებ, მაინც გონია რომ სადღაც სტაგნაცია. ახლა საკუთარ თავზე, შენ ხო იცი რომ საკუთარ თავს ხო ეხა ისე ვერ მოატყუებ რა. ანუ აი აქ ყოველთვის იცი რომ აი აქ გასაკეთებელი ქონდა, ან ეს არის სწორი, მაგრამ ალპაჩინო რო ამბობს, ხო იცი, მე ყოველთვის ვიცოდი რომელია სწორი გზა იქ ქალის სურნელში. მაგრამ it's too damn hard. რო იძახის რა. განა ის არ ვიცოდი სწორი რა იყო. უბრალოდ სწორი გზა რთული და გიწევს მე კომპრომისების ნახვა და სხვა გზების ქექვა. ამიტომ კი, მე ვთვლი რომ ძალიან ბევრ ამაში მაქვს, როგორც მამას, როგორც მეუღლეს, რავი, როგორც სადღაც შეიძლება როგორც შულსაც კი, იმიტომ რომ ჩემებთან რაღაცა ბოლო დროს უფრო სპილაგდება ურთიერთობა, უფრო სხვანაირად უყურებს, ვთილობ ჩემ თავსაც ვაპატიო, მათაც ვაპატიო და ვარჯიშობ. აი არა და ეხა ძალიან გული მწყება, მაგრამ ჯერ ფეხზე მენისკი მაქვს ისევ, ანუ ჯერ კიდევ მოსავლელი მაქვს ეგ ამბავი, მაგრამ სამყარო პატარა ჩართულობა ხეულის მნიშვნელობა. უფრო ბავშვებთან ერთად აი რო გავოთხოვნე და ჯერი ფეხბურთს თამაშობ და რაღაცა. ფსიქოლოგთან დადიხარ თერაპიაზე. არა, დავდიოდი და ეხა ვერა ფინანსური ამბების გამო ისე მაქვს გადანაწილებული ყველაფერი. მარტო ეგ არ იქნება, მაგრამ ხო, აი და ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანი. როცა ლოცულობ რა, ეგეთი გამოთქმა არის
ამერიკაში fake it till you make it. ხო ხტები? და ლოცვაში ყველაზე ხელისშემშლელი არის ეს, რომ ფიქრობ, რომ ახლა მე როლში ვარ და გინდა მთელი სამყაროსთვის ლოცვა. ჩემი შვილები, რატომ ჩემი შვილები რა სხვა ბავშვები არ არიან? მოდი მთელ სამყაროსი და ხო ხტები, სადღაც ყოველთვის ლოცვის დროს გაგის განცდა ვით უმეტეს თუ აი სფეროდან ხარ, რომ გვერდიდან ეს როგორ ჩანს. და რა კარგი ადამიანი ხარ ლოცვის დროს. ანუ 1000 ის შემოვა. ან თუნდაც ის რომ ეხა გულით ვაკეთებ ამას თუ არ ვაკეთებ, იწყებ რაღაცა კითხვების დასმას, მაგრამ როგორც კუსტბაზე თქვი და ის კიდე რა არის აქ ანუ თავარი ამბავი. Fake it till you make it. ილოცე მაინც. აი ეს ეხა გრძნობრო ანტენებზე ხარ შეერთებული თუ ყველა შენი სიტყვა სწონა აქვს თუ არა აქვს და ყველა სიტყვა გაიგე თუ არ გაიგე. ილოცე რა. ანუ ეს არის როგორ გითხარი რუტინული ამბავია. სადღაც შეიძლება წელიწად ნახევარი გავიდეს და მაშინ იგზნო ლოცვის დროს ის რაც გინდა რომ იგზნო თქვა. ამიტომ მე ხა რაღაცა მორწმუნეს პოზიციიდან ველაპარაკობ, იმიტომ რომ ვერ ვახერხებ ბოლომდე რომ ეგრე მოვახერხო. ლოცვებით შეიძლება გავიდეს ერთი თვე, არ ვილოცო. შეიძლება გავიდეს ერთი თვე და ყოველდღე ვილოცო. მე შეიძლება ისევ დაუბრუნდე იმას სამყარო როგორ შეიქმნა, რისთვის შეიქმნა, რა არის საერთოდ, სად ვართ, ვინ ვართ, როგორ ვართ, მაგრამ ნუ ალბათ ეგეც ზიების პროცესია რა ყოველ შემთხვევაში, ხო, ანუ ილო გადარჩენილი ადამიანი ხარ შეგიძლია შენ თავზე თქვა? ჯერ არა. ჯერ არ ვფიქრობ. რაღაცებში ძალიან გადარჩენილი ვარ, აი იცი რა არის? ეხლა ჩემი მეგობარია ერთი რომელსაც ცოტა ანუ რაღაც აჭრილი მეჩვენება, ის თართულის ალბათ როგორც მე თავის დროზე. და არ არის დრაგებთან ეგ დაკავშირებული ხო? ეწევა ისიც მარტო, მაგრამ სხვა რაღაცეებში აქვს რა. და მაგას ვეუნებოდი და ეს სიტყვები ვთხარი ცოტა ნერვიულობდი ხა ქვეყანა სტოვებს მიდის და სულ ფიქრობ რომ აი სად მიდის ან ამე არ დაუშავოს თავს ან რაღაცა იმიტომ რომ ისიც ძალიან ტრამვირებული ბავშვებს და ეხაც პრობლემები აქვს და ვთხარი რომ მეთქე ჩვენ მოვდივართ ბავშვობიდანვე ერთად ეხა არ გვაქვს საუკეთესო პერიოდი მეგობრებო უბრალოდ ნახეთ რომ ერთი წელი ყოდა ნანახი ნაჩხუბრები ვართ რა და წასვლის წინ ბალიზე ვთხარი რომ მეთქე გაიხსენე ის პატარა ბიჭი ვინც ხარ ჩაიხუტე რა იმას მოუარე იმას რა ნუ ჩამოყრი ყურებს ახლა და ნუ იტყვი რომ აი ვიღაცა გოგო არ გამოვყაცოლოთ და ახლა მორჩა თუ რა მოუარე მე მაგას ვთვლობ იცი რამდენჯერ მქონია და ერთ-ერთი თავარი мотиваტორი რა არის ჩემთვის რომ ვიხსენებ ჩემ ბავშვობას და ჩემ თავს ჯერ თურმე რამდენი სხვა ტრავმა მიმიღია რომელიც საერთოდ არც მიფიქრია და აი ძალიან ღრმად ფაილებში ყოფილა გადანახული ჯერ რამდენი გამახსენდა ანუ აქედა რო ფიქრობ და მე რა ის პატარა ილიკო რომელიც აი ესე რაღაცა წილი და ჭიანჭველას კახეთში ორ კასეტიან მაგნიტოფონში უსმენა და ბაყოძია აი და ჩართე და რაღაც ეგეთი ტიპი რო იყო ლაღი აი რეზო ინანიშვილის მოთხრობების პერსონაჟი რო იქნება ალუჩას იქიდან ატამი იქიდან ნახევრად ჩერკეზი ნახევრად და სოფელში ხანიკ ხანა მე ძალიან დიდი დრო მაქვს ერთ სოფელში 3 წელი მაქვს დასწავლი და მეორეში 3 და ეს ჩემი იმდენად ის იყო გესმის და აი ხო გიჩდება რომ წარმოიდგენ თან ვითომეტეს როცა შენ შვილებს უყურებ ხო პატარები რო არიან რა უფროსი ხა 16 წლის არა მე 13-ის მე 5-ის მე 3-ის და პატარებს რო უყურებ შენი თავი რო გახსენდება იმადზე შენი თავი 16-ის მაგრამ ამადზე და რო ფიქრობ რომ ნეტა როგორი ვიყავ ესე დავდიოდი დავტიკტიკებდი ლაღი გესმის რაღაცების პაროდია 5 წლიდან რაღაცების პაროდიას ვაკეთებდი ისეთი და იცი რას ვფიქრობ შეიძლება შენი თავი ამ მომენტში ან გიყვარდეს ან არ გიყვარდეს ან საკმარისი იყოს შეიძლება ეს ან არ იყოს საკმარისი მაგრამ ის პატარა ტიპი რომელიც დაიბადა აბსოლუტურად დაუცველი ქვეყანაში სადაც ომების და იმის მეტი იმ დროს რა ქონდა ნანახი აი ეს პატარა მე სულ წარმოვიდგენ ხოლმე იმ ილიკოს და ვეუნები რომ მე შენ არ მიგატოვებ რა ანუ მე არავის არ მიცემ უფლებას რომ გაგაფუჭოს და აუცილებლად მოვა დრო რომ და მე და შენ ისევ გავერთიანდებით და ვიქნებით ისე როგორც შენ ხარ შენ გავხდები ისე დაუბრუნდებით ერთმანეთს რა ეს წვედა არის თითქოს გაიგე და სულ მინდა რომ მოუარო იმიტომ ეხა რომ მამა ვარ და ბავშვებსთან რომ მივდივარ და სულ ფიქრობ რომ აბიჭო ეს რო უთხარი ესე რო ჩაიბეჭდოს ან რაღაცა როგორ გავაკეთო ისო ბიჭია თან თავის დაცვა იცოდეს მაგრამ არც სხვა დაჩაგროს თქვა ხო რაღაცა ჯუნგლების კანონით არ გავზარდო მაგრამ ამავე დროს არც ნორვეგიაში არ ცხოვრობს გესმის აი მშობლის იმებზე რომ ფიქრობ რომ ხო რა აი პატარა ილიკოს ჩავეხუტებოდი მოვეფერებოდი და ვეტყოდი რომ ყველაფერი კარგად იქნება რა ნიშნავენია აი ცოტა ბოლოსკო რო წავით ეხ გისმენდი და ვხვდები რომ ძალიან სწორად ფიქრობ ყველაფერს მე რჩევის მოცემას არ ვაპირებ მაგრამ ჩემი გამოცდილება რა იყო რომ სანამ მარტო ვიყავი მაგ მოქმედებებში და ვიღაცასთან ერთად ვიღაცამ აი არ მომკიდა ხელი ან არ გადავამოწმე მანამდე ცოტა შეცდომებს ვუშვებდი რა და აი ეს პატარა ბავშვთან საკუთარი თავთან შერიგება მაინც ვფიქრობ რომ პროფესიონალური გიდირება არის საჭირო
ჩვენ მარტო ამას ვერ შევძლებთ და ვიღაც გჭირდება გარეთ ადამიანი, ვინც ამაში მოგვიხმარება და მინდა რომ აი რაღაცა გულით გისურო, რომ ეს ადამიანი იპოვნო, რომ ვიღაცასთან ერთად ეს გააკეთო, იმიტომ რომ რისი გაკეთებას გინდა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა. აუ, ისინი თანახი გაქვს, ბოდის სანამ გააგზავნე რობინ უილიამსი და მეთ დეიმონი რო თამაშობენ, Good Will Hunting არ ქვია და მან დრო არის რომ holy shit, შენი ფაილები ვნახეო, მამა შენი გირით ყავდა და ამასაც ხო ბავშვობაში კამრით სცემდნენ. და რო ეუბნება, well, it's not your fault. რო ეუბნება და yeah, I know. Yeah. It's not your fault, რო ეუბნება და yeah, don't fuck with me, Sean, not you. რო ეუბნება და ბოლოს რო it's not შენი ბრალი არ არის, შენი ბრალი არ არის და ბოლოს რო ეხუტება და რო ქვითინებს. და შენი ბრალი არ არის, რაზე ეუბნება, რომ მამა ურტყავდა, რანაირად შეიძლება ამის ბრალი იყოს, ხო? მაგრამ მაინც თვლიდა რომ მისი ბრალია, რომ მასში ესე იგი ბავშვობაში პრობლემა და აი ეგ რო ამოხეთქავს. და იქ რო იგრძნობ რომ ჩაეხუტება, იმიტომ რომ იმ ტიპს ხო არავინ არ ყავდა ამ ტიპის გარდა. მოდი აი მე ხა ვიტყვი რომ მე მაგალითად ხო ალბათ უნდა იპოვო ეგ წელია მე-3 წელია ვერ შევძელი მაგის გაკეთება. მაგ მედიტაციის მსწელობების მიუხედავად ჯერჯერობით მე მაგამდე ვერ ჩავედი. რამდენიმე მსწელობის მიუხედავად ისე ცუდად ხვდები, აი ჩემ 5 წელი სანდროს ვუყურებ და ცუდად ვარ რა. და ვერ ჩავედი, ძალიან რთულია. მაგრამ მეც მაქვს აი გადადებული რომ სანამ ეგ გაერთიანება არ მოხდება ეს მთლიანობა ეს რაღაც გეშტალტი ვერ ხურავ რა და მოდი ბოლოსკენ აი რავი რაღაც აი ეს პაროდიებს აკეთებ და შეგიძლია ბევრი ადამიანი იყო და ერთდროულად და ილაპარაკო და ბიჭო აი ეს არა პატარა არ ვიცი შეიძლება ეგ ახმა ქონდეს აი მაგრამ ეს ამ პაროდიების გარეშე აი ეს აუთენტური ილო აი ვინ არის როგორი ხო მე კაი ხანი არ ვიცოდი საერთოდ ვინ ვარ და რა ვარ ეხაც პრინციპში ბევრი რამის გადააზრებაში ვარ ანუ უამრავი რამეა კიდე რაც აღმოჩენა იქნება ალბათ შენთვის რა მე უბრალოდ იმისგან ვარ აი მართლა განცვიფრებული რომ თითქოს ეს ყველაფერი სულ ვიცოდი მაგრამ მაინც გადააზრებაში ვარ ახლიდან აი ზუსტად შეიძლება 1000 ჯერ მოსმენელი სიტყვა აი ეს fake it till you make it რომ მოვისმინე ისე დამარტყა თითქოს აქამდე მოსმენელი არ მქონდა რა და მოსმენელი მქონდა და ეხლა ხვდები რამდენად გონზი არ ვიყავი არა მარტო დამოკიდებული როცა ვიყავი არამედ მერეც რამდენად ბევრ რამეს სხვანაირად ვფიქრობდი სხვანაირად ვიაზრებდი არ ვიცი ალბათ ასაკიც მშობლობა 1000 ფაქტორია რაც ეხლა სხვანაირად გაყურებინებს მაგრამ უბრალოდ აი გაბედე არის რაც შენ გაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რა ნახე ყოველგვარი ცვლილებები არა მარტო ერთი ადამიანის პირად ცხოვრებაში არამედ აი ქვეყნების დონეზე ცვლილება ყოველთვის იწვევს შიშს და გეშინია ხო ახლა მე მინდა კონკრეტულად ერთი ადამიანის იმაზე დავიდე რომ მირჩენ რომ სწორად მიხვდეთ რის თქმა მინდა რა მე ბევრი ადამიანი ერთად უკვე სხვა ამბავია მაგრამ ერთი ცვლილება ყოველთვის არის რა შიშთან აი გელა ჩარკვიანი რო გეშინიათ ცვლილებების რა ცვლილება შენ ცხოვრებაში შეიძლება იყოს საუკეთესო რაღაცების მომტანი, მაგრამ როგორც არ შეუძლია აი ქალს, რომელსაც მაგალითად ქმართან არა აქვს ურთიერთობა ის ქმარი თქვა ღალატობს 10-24 საათი არ აინტერესებს რა, მაგრამ ნუ დედა ეუნება რომ აბა ეხა რა გავაკეთოთ ეხა მეზობლები გოგო რა სიტყვიან ეხა ძლივს გატყუდი და ეხა უნდა წამოხვიდება კიდე აიტანე კაცო ატყუდა დაიძინე ხომ ერთი წათ კაცია გაივლის აბა რას იზავს და ამ დროს ეს გოგო შეიძლება იტანჯება იმიტომ არ უყვარს ის ადამიანი მარტო იმიტომ თუ უყვარს კიდე უფრო მტკივნეულია რომ სხვასთან დადის ხო პირობითად თუ ამბეგეც ან მაგალითად კიდე სხვა უამრავი შემთხვევა რა და იცი რა არის აი ვუსურებ ყველა ადამიანს რომ აი მე ჩემ თავსაც შენს და ყველას რა რომ გავბედოთ არ შეგვეშინდეს ვიყოთ კარგი ადამიანები მაგალითად არ შეგვეშინდეს ცვლილებების არ გვეგონოს რომ შეიძლება ეს აუცილებლად დასრულდება რაიმე ცუდით გავრისკოთ ვეცადოთ როცა მაგას ეხება საქმე ან როცა ცუდად ვარ თქვათ რომ ცუდად ხო ან როცა ცუდად ვარ თქვათ რომ ცუდად ვართ რა და აი ის რაც ანონიმურებში არის ის ლოცვა აი თქვი ეგ ფრაზა მე ზუსტად არ მახსოვს რა ძალიან მიყვარს ეგ მე ვიყო ის შეცვლას არ შემიძლია და გამბედაობა შევცვალო ის რაც შემიძლია ხო აი გამბედაობა შევცვალო ის რაც შემიძლია და ძალიან მნიშვნელოვანი მედია ხო აი ის რაღაცები რაც თქვი რაღაც დამატება ხო ეს ინფორმაცია რაღაცები არ ვიცი ძალიან დიდი მადლობა იმის ხმა მინდოდა რომ არ არის აუცილებელი რომ თვეობით წახვიდე სადღაც მაგალითად და რავია ეხა აქვე გეტყვი რომ შეგიძლია რომ რაღაც ინდივიდუალური სესიები და სრულიად შეძლებელი მგონია რომ რავი ყველანაირად დაგიდგება დარწმუნებული ვარ გამოსავალი გვერდში და შეგიძლია იარო და რავი ფსიქოლოგის ყავდეს და ამ სერვისები და ეს კითხვები რაც გაქვს რომელიც
საერთოდ დამოკიდებულებასთან კი არა, აი ბავშვობის ტრამვებთან რაღაცები გადაამუშაო, პოზიტიური მშობლობის რაღაცა კურსი აიღო მაგალითად და რავი ამ იმის მერე მეც იქ დაველაპარაკები და ეს შენი გამოცდილება პლუს ინფორმაცია თეორიული ხო ძალიან მოგეხმარება და მგონია რომ აი ერთი ნაბიჯით იმ საუკეთესო ვერსიისკენ იმას მიგაახლოებს და მაგაში ჩვენ გვერდში დაგიდგებით. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენი გამბედაობისთვის. ბოლოს უბრალოდ იმას ვთქვი ოჯახებზე რომ მკითხო, ოჯახის წევრებზე რომ მითხარი ვინ და რაღაცა ჩემებზე უკვე გელაპარაკე, მაგრამ ანის მინდა აღნიშნო რა, რომელმაც მე მოვყევი კიდევ ასე გამომიყვანა მეთქი პამპერსებით იმას, მას ისეთები აქვს ნანახი. ისე დროს დამიდგა მხარში, ანუ იმდენად უყვარ ვარ. აი და მეც ისე მიყვარს, რომ აი ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის, ამას იმიტომ რომ დამიდგა, აი მართლა რა, ძალიან უყვარ ვარ და იმასაც, აი ეს პატარა ილო მეთქი რო თქვი, ისიც უყვარს. იცის ზუსტად რა. კიდევ 1.5 საათი დამჭირდება თანადამოკიდებულება. აღარ განვახსე, მაგრამ ეს მოდი ვთქვათ, ეხლა რა რომ შენ რო აქამდე მოხვედი მაგიტომ არის ერთ-ერთი ფაქტორი არის ის რომ ვინმე ოჯახის წევრი თუ გვერდში უდგას დამოკიდებულ ადამიანს აი ნახევარი საქმე წარმოვიდგინოთ რომ გადარჩენილობისკენ მიყავს რა აი ეს იზოლაცია რომ ჩემი არავის არ ესმის მიუღებელი ვარ და ასე შემდეგ ხო ამ გამოჯანმრთელების პროცესს წელავს ანი უბრალოდ ძალიან კარგ პოდკასტში იყო და რადგან არა მე მინდოდა ორივეს მოწვე მე გადავიფიქრე მე ვიფიქრე რომ ანის ცალკე მოვიყვანთ ხო იმიტომ რომ მე მივწერე ანის და მადლობა უთხარი იმ გულწრფელობისთვის რომელიც თქვა და ბარემ ძალიან მინდოდა კიდევ უნდა თქვა იქ თქვა ეგეთი რაღაცა შენზე რომ მისი ჯვარიაო ეს და აი რო ის ერთი როგორი რაღაც დისტანცირებული გამონათქვამის არ უნდა იყოს რომ მითხარი იცი რა კონტექსტი არა და მეორეს ხრივ ეს არის ის რეკომენდაცია რომელსაც ჩვენ ვაძლევთ სხვა დამოკიდებლად თანადამოკიდებულ ასე თუ არ რა თქმა უნდა შენი ჯვარია ანუ ჩვენ არ ვართ მეუღლეები მშობლებიც კი მიუხედავად იმისა რომ იქ უპირობო სიყვარულია პასუხისმგებლები ერთმანეთის ცხოვრებაზე არ ვართ რა შენი პასუხისმგებლობა აი და მივხვდი რომ ძალიან ერთის ხრივ აი ეს თანადგომით რომ მე შემიყვარხარ ყველანაირი მაგრამ მეორეს ხრივ რომ შენი ჯვარი შენი პასუხისმგებლობა ეგ მოგეხმარ აი ეს რაღაც დუალური რეალურად ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება რა ხო თან იცი რა არის ანუ ეგ იმიტომ რომ ანი თვითონ ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე რა მე მგონი ანის უნდა დავპატიჟო ანუ ხო მოვა სიამოვნებით ანუ ნახე ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე და მაგიტომაც ამბობს რასაც ამბობს და მას ჯერა რომ მე შეიძლება დაგეხმარო გვერდში გედგე მაგრამ შენ უნდა გაიარო ის შენ მას რომ მისცე უფლება ჩემს მაგერად გაივლიდა შეიძლება იმ ლონგებს კაცო მაგრამ უბრალოდ ეფექტი ხო არ იქნება მაგას ის ჩემი გასავლელი ეგი გულისხმება და ძალიან მიხარია რომ თანადამოკიდებული ადამიანი რო ესე საუბრობს მართლა შენი თქმის არ იყოს ეგ უკვე ძალიან კარგია ასე რომ მას ჯერა იმისი რომ არსებობს რაღაცა ბუნებრივი პროცესი რომელშიც ხანდახან ვერ ჩაერევა გვერდით ადამიანი ძალიან ღრმა პროცესებზე დანარჩენში ხელშეწყობაში რაღა მან შეიძლება ხელი შეგიწყოს რომ ეს გზა გაიარო და დაგეხმარო შენ მაგირო თამას არ აღაღებინებს ქვებს და 2 წუთით როცა ძალიან გადაიღლები აგიკიდებს ზურგზე მაგრამ მე ისე უნდა ჩამოხვიდე და შენ გააგზელო რა მოგლეთ მადლობა მომავალ შეხვედრამდე მადლობა მაყურებელს შენ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში